ახლა კი მივესალმებით იმედი ლაივის პირველ სტუმარს არჩილ გორდულაძე, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველი მოადგილეა ჩვენი სტუმარი. საღამოშვიდობისა, დიდი მადლობა გადაცემაში მოგესალმებით, უბრალოდ ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბატონ ლევან მაჭავარიანია და შესწორებით. კი, ბატონო, მიღებულია. და შეეხება თქვენთან მოსვლა, რა თქმა უნდა, ყოველთვის არის საინტერესო, მეტუმეტეს საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ხოლმე და ყოველთვის მიხარია რომ წადგეთ თქვენი მაყურებლის წინაშე. დავიწყოთ იმ ინიციატივით, რომელიც პარლამენტში არის უკვე რეგისტრირებული და რომელიც სრულად ჯდება მმართველი გუნდის ამ გენერალურ ხაზთან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პრიორიტეტთან. ეს არის ინიციატივა, რომელიც სამოხელედო ფინანსურ დანაშაულში მხილებულ ადამიანებს 30 წლის განმავლობაში ავალდებულებს, რომ წარადგინონ თავიანთი დეკლარაცია. მოდით აი ამ ინიციატივის მნიშვნელობაზე ვისაუბროთ. მოდით დავიწყოთ თქვენ სწორად მეუთითეთ, რომ ეს არის ჩვენი გუნდის გაცხადებული პოზიცია და პირადად პრემიერ-მინისტრის დაპირებას და ამავდროულად ერთ-ერთი მთავარი აქცენტი, რომელიც მან გააკეთა, როდესაც მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცება ხდებოდა წელიწადზე ცოტა მეტი ხნის წინ. ეს არის კორუფციასთან ბრძოლა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო გამოირჩევა ყველა, არამხოლოდ სხვა ყველა კანდიდატ ქვეყანასთან შორის ევროკავშირის კანდიდატობაზე მაქვს საუბარი, არამედ ევროკავშირის წევრებს, მათ შორის ნატოს წევრ ქვეყნებსაც უსწრებთ მათ შორის კორუფციის არარსებობის თვალსაზრისით და სულ რამდენიმე მათ შორის თქვენს მიერ გაჟღერებული და საზოგადოებისათვის ცნობილი ფაქტებიც არის, რომ საქართველოს კორუფციისგან თავისუფალი ქვეყნების მსოფლიოში იკავებს 35 პოზიციას, ხოლო უსწრებს ისეთ ქვეყნებს კორუფციის არარსებობის ინდექსით, როგორც არის იტალია, ხორვატია, საბერძნეთი, სლოვენია და არაერთი სხვა ქვეყანა. მაგრამ ეს არ არის მიღწეული დაკმაყოფილების საშუალება, იმიტომ რომ არასდროს მსოფლიოში ქვეყანა, სადაც კორუფცია ბოლომდე არის, რა თქმა უნდა, აღმოფხვრილი. ამისათვის მნიშვნელოვანია პრაქტიკაში არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს შესაბამისად განხორციელებაც, მათ შორის ეს რაც ვნახეთ ჩვენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ არაერთი საკითხი და არაერთი საქმე, რომელზედაც გამოძიება დაიწყო, რომელზედაც კონკრეტულ პირებს ბრალიც წაეყენათ, ეს არის როდესაც პროკურატურაც შესაბამისად მხარში უდგას სხვა სამართალდამცავ ორგანოებს, დარჩენილი უკვე სასამართლოს გადასაწყვეტი. ახლა რაც შეეხება უკვე საკეთებს ამ დროს საქართველოს პარლამენტი. საქართველოს პარლამენტი, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ საქართველოს მთავრობის მეთაურთან და პარტიის თავმჯდომარესთან კონსულტაციების საფუძველზე ჩვენი გუნდის მიერ მომზადებული და ინიცირებული იქნა ცვლილებები, რომლის მთავარი მიზანი არის ახალი დანაშაულების პრევენცია და ადამიანები, რომლებიც დასაქმებულები არიან ან იყვნენ იმ თანამდებობებზე, როგორიც არის მაგალითად საჯარო მოხელეობა, პოლიტიკური თანამდებობა, IP-ებში, SIP-ებში, სახელმწიფო საწარმოებში საქმიანობა, თუ ისინი ჩაიდენენ დანაშაულს, როგორც არის სამოხელეო დანაშაული, ამავდროულად ისეთი დანაშაული, როგორც არის მაგალითად მითვისება, გაფლანგვა და სხვა ფინანსური დანაშაულები, მათ მოუწევთ, რომ როდესაც შევა გამოტყუნებელი განაჩენი კანონიერ ძალაში, იმ მომენტიდან 30 წლის განმავლობაში ქონებრივი დეკლარაცია შეავსონ. და რას ისახავს ახლა ეს მიზანს? რას ნიშნავს? ეფექტი რა იქნება ამ რეგულაციის? სამწუხაროდ ზოგიერთს გონია, რომ ჩაიდენს დანაშაულს, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე საკუთარ კეთილდღეობას მოიწყობს, ჯიბეს კარგად გაისქერებს, შემდეგ თუ გამოვლენილი იქნება მისი დანაშაული, პასუხისმგებლობის სახით დაეკისრება პატიმრობა, თავისუფლების აღკვეთა და როდესაც იგი გამოვა, რო ვთქვათ, ხალხისთვის პოპულარულ ენაზე თავისუფლებაზე, ან როდესაც გათავისუფლდება, შემდგარ შეირგებს ამ მითვისებულ თანხებს, მაგრამ არა, ეს აღარ იქნება შესაძლებელი. ფიზიკურად შეუძლებელი იქნება, რომ გადამალული თანხები ვინმეს თუ აქვს, რომ ამ თანხების გათეთრება, ასე ვთქვათ, სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვა, კანონიერად ვერ ისარგებლებს განცდად არავითარ აღარ იქნება შესაძლებელი, რომ კანონიერი გზით ეს უკანონოდ მოპოვებული თანხები რამდენად გამოიყენოს. რაზეც მონიტორინგი, რა თქმა უნდა, იქნება შესაბამისად საზოგადოებასაც, იმიტომ რომ ქონებრივი დეკლარაციები არის საჯარო და ამავდროულად სამსახურებსაც, რომლებიც დავალდებულებაც არის ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი.
ვართ. ვისაუბროთ იმ ცნობილ საქმეებზე, რომელიც ბოლო დღეებში საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრშია და ვისაუბროთ იმ ბრალდებებზე, რასაც თქვენი ოპონენტები აყენებენ, მაგალითად თავდაცვის მინისტრის დაკავება, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის დაკავება, ის ფართომასშტაბიანი აღონისძიებები, რაც ვნახეთ, ერთი გუნდი ებრძვის მეორეს. ეს არის თქვენი ოპონენტების ახსნა კორუფციასთან ბრძოლაზე. რა არის თქვენი პასუხი? ჩვენი პასუხი ამ შემთხვევაში არის ძალიან მარტივი. თუ ადამიანი ჩაიდენს დანაშაულს, დავიცვათ თუ დანაშაულის პრეზუმპცია, შესაბამისად ადამიანს ბრალი აქვს აყენებული და მის ქმედებებში არსებობს დანაშაულის ნიშნები, თუ იგი ვინმე რაც არ უნდა იყოს, რომელი გუნდის წევრიც არ უნდა იყოს, საერთოდ აპოლიტიკური ადამიანი იყოს, არ აქვს ამას მნიშვნელობა ჩვენი ქართული ოცნების გუნდისათვის. არ აქვს. და რეალობად რო ვთქვათ, ადამიანი რომელიც ჩაიდენს ისეთ მძიმე დანაშაულს, როგორიც არის სახელმწიფო ქონების მითვისება, ის რეალურად გამოდის, რომ ის ქართული ოცნების იდეალებს არასდროს არ იზიარებდა და ქართული ოცნების გუნდის ნამდვილი წევრი არც არასდროს არ ყოფილა. იმიტომ რომ შეუძლებელია ერთი რამ თავარი საფუძველი და პრინციპი, რაც ქართულ ოცნებას ეს გვაქვს ჩვენს გუნდს, რომ ჩვენ ვაკეთებ და ვიბრძვით ყველაფრის იმისათვის, რაც არის ხალხის ინტერესში და ხალხის ინტერესში ვერასდროს ვერ იქნება ბიუჯეტის ხარჯზე საკუთარი კეთილდღეობის მოწყობა. შესაბამისად, ახლა თვითონ გამოწყობილ საკითხებზე უბრალოდ არასერიოზულიც კი არის მსჯელობა. მთავარი არის, რომ ბრძოლა ნებისმიერ დანაშაულთან იქნება ეს კორუფცია, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ გააჟღერა, რასაც სრულად უჭერს, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდი მხარს, რომ იქნება ეს ნებისმიერ საკითხი, კორუფციასთან ბრძოლა, ნარკოტიკებთან ბრძოლა და ამ ეთერშიც გვისაუბრია ნარკოპოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით, მაგალითად ეს არის ორგანიზებული დანაშაული, ყველა კუთხით დანაშაულის მიმართ, რა თქმა უნდა, მიდგომა იქნება მკაცრი, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა სახელმწიფო დგას ძლიერად, სახელმწიფოს გვერდით უდგას ქართველი ხალხი, შესაბამისად სისტემა გამართულად მუშაობს, ეფექტიანობაც რა თქმა უნდა გაზრდილია და ამის ფონზე უკვე შეგვიძლია რომ თითოეულ იმ ადამიანს, რომელსაც სურვილი აქვს, რომ რაიმე დანაშაული ჩაიდინოს და გონია რომ შერჩება, აღარ შერჩება არავის არცეთ დანაშაულის ჩაძინა. დანარჩენი უკვე რაც კონკრეტულად ახლა გაჟღერებული საქმეები არის, რა თქმა უნდა, მათ შესაძლებლობა აქვთ, რომ თავიანთი უდანაშაულობა დაამტკიცონ სასამართლოს წინაშე. დანარჩენი უკვე ვნახოთ სამართლებრივი საკითხები არის და შემდეგ უკვე იქნება ბოლომდე მიყვანილი. მაგრამ ყველამ კარგად დაიმახსოვროს, რომ არავითარ შემთხვევაში სხვისთვის ზიანის მიყენების კუთხით თუ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე თუ ქართული ხალხის ინტერესის ხარჯზე საკუთარ ქონებას ვერავინ ვეღარ გასრდის. შევეხოთ ახლა იმ სამზადის, რომელიც თქვენს ოპონენტებს აქვთ დაწყებული 4 ოქტომბრისთვის, ორ კვირაზე ოდნავ მეტია დარჩენილი არჩევნებამდე და მათი თქმით ქართული ოცნების ხელისუფლება დასრულდება სწორედ 4 ოქტომბერს. აი, რამდენად კომიკურად არ უნდა ჟღერდეს ეს სიტყვები. მოდით აი რეალურად შევაფასოთ, რა რესურსი აქვთ მათ, რა გეგმებზე აქვთ გათვლათ. თუნდაც იმაზე, რომ რაღაც მუდმივად ლაპარაკობენ გარკვეულ სიურპრიზებზე, რომელიც გუნდის ყოფილი წევრებიდან შეიძლება თქვენ დაგხვდეთ უკვე არჩევნების შემდეგ. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ ამ დღესთან დაკავშირებით? დამთავრების თარიღები იმდენი აქვთ გაჟღერებული, რომ თვლაც საგვერია უკვე. ხან რომელ თარიღს ამბობენ, ხან რომელ თარიღს ამბობენ, წარსულშიც ბევრი გვახსოვს ასეთი სხვადასხვა წლების მიხედვით. თითოეული არჩევნების პერიოდში ყოველთვის იყო ეს თარიღი გაჟღერებული ხოლმე. ეგ არ ვიცი ნამდვილად, მაგრამ ის ვიცი, რომ ნამდვილად დაუმრგვალდება დამარცხებების რაოდენობა საიუბილეო მე-10 არჩევნებში დამარცხდება კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, სახელოვნად დამარცხდებიან თან, მათივე ტერმინი რომ გამოვიყენოთ. რაც შეეხება მათ ზოგადად ქმედებებს, ახლა რასაც აკეთებენ, ხო? ჩვენ ვხედავთ, რომ გარე პატრონების დავალებით, მათ შორის ეგრეთ წოდებული ელჩების, იმიტომ რომ ამ ელჩებს არაფერი არ ცხიათ დიპლომატიის საერთოდ, მათ შორის ერთ-ერთ ელჩსაც უმთავრდება საერთოდ დიპლომატიური კარიერა, გადის პენსიაზე საქართველოს ელჩობის შემდეგ და ხედავთ, რომ ერთი ჩვეულებრივი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტია. საქართველოს მოქალაქეობა რო ქონდეს და ცენსაც რო აკმაყოფილებდეს, შესაძლებელია რომ სიაში კი ჩაწეროს ლელომან გახარია. იმ მდგომარეობამდე არის სამწუხაროდ ეს ადამიანი მისული. გერმანიის ელჩი მაქვს საუბარი. სასამართლოებს ესწრება, პირდაპირ ჩარევა აქვს, საერთოდ აღარ აინტერესებს არც დიპლომატიური ეთიკა, არ აინტერესებს არც თუმცა ჩვენ ევროკავშირიდან ძალიან მწვავე განცხადებები მოვისმინეთ, მათ შორის გერმანიის ელჩთან მიმართებაში, რომ ქართულ ოცნებას მოუწოდეს შეწყვიტონ ელჩებზე თავდასხმა. ჯერ თავდასხმა უნდა არსებობდეს, რომ შეწყვიტო.
მაგრამ რეალურად ელცების თავდასხმა არც ერთ შემთხვევაში ქართულ ოცნების გუნდის წევრებს არასდროს არ გვითხოვს. რაც ახლა მე ვისაუბრე, არის ფაქტები. მაგალითად, ელჩები ესწრებიან თუ არა მაგალითად სასამართლოს ხდომებს. სასამართლოს ხდომები ქართულად იწარმოება და წარმოებს სამართლის წარმოების ენა არის ქართული. თარჯიმანი მათ არ აყავთ, სხედან და რა არის მათი ფუნქცია სასამართლოს ხდომაზე ყოფნის. თუ არა ის რომ ზეწოლა მოახდინონ მოსამართლეზე. მაგალითად გერმანიის ელს, მოქმედ ელს რომ მამუკა ხაზარაძის მეუღლისგან დაქირავებული აქვს კერძო საკუთრება და იქ საელჩო არის, გასაელჩო ცხოვრობს, ეს ჩვენ მოვიგონეთ? თუ ვენის კონვენციის დარღვევა არ არის, რომ პოლიტიკურ პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან არ უნდა დადო, რა ვიცი, კერძო სამართლებრივ ურთიერთობაში არ უნდა შეხვიდე. ეს მოგონილი ფაქტი არის. სად არის აქ თავდასხმა? კიდევ ერთი ფაქტი იმისა, რომ ორმაგ სტანდარტები კი არა, როგორც ირაკლი კირცხალია მერცხელ თქოს, ფსკერიც არის, საერთოდ აღარ არსებობს არავითარი სტანდარტი. მათ შორის ახლა აღარ არსებობს ამ თქვენ კითხვის პასუხად, კაპიტან მაგდარო არ იფიქრეთ რომ გავეკეთეთ სიკითხვას, მათ შორის ამ ოპოზიციონერებისას. ერთი მხრივ ჩვენ ხედავთ რომ ორი ნაციონალურ მოძრაობის პარტია ნაცები და ახალი ნაცები, ხოლო მეორე მხრივ ლელუელი ნაცები და გახარული ნაცები გაიყვნენ. მაგრამ რეალურად ეს გაყოფა საერთოდ არც მომხდარა. ერთის დავალება არის რომ მაქსიმალური რადიკალიზაცია უნდა მოახდინონ, ხოლო მეორეს დავალება არის რომ უნდა შექმნან ახალი პოლიტიკური აქტივობების ისტორია ლელუელებმა და გახარიელებმა და ისინი გარეცხილი უნდა იყვნენ ნაციონალური მოძრაობისგან, ხუთი ნომრისგან, სისხლიანი რეჟიმისაგან. აი ამის მცდელობას ხედავთ ახლა ჩვენ რაც მიმდინარეობს მათ შორის ქუჩებში. რა როლი აქვს ამ პროცესში თქვენს ყოფილ თანაგუნდელებს, იმიტომ რომ ჩვენ გვესმის მათ შორის პრემიერის მხრიდან განცხადებები ამასთან დაკავშირებით, რომ ამ რადიკალიზაციის პროცესში, რომელიც უკავშირდება 4 ოქტომბრის მოვლენებს, ცალკეული გუნდის ყოფილი წევრები არიან ჩართულები და ისინი არა მხოლოდ мотивაციას აძლევენ ხალხს, როგორც ჩანს, გარკვეული ფინანსური ნაწილიც არის ჩართული ამ საკითხში. ვინ არიან ეს ხალხი? საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ დაუსახელებია ეს ადამიანები და თქმა უნდა მეც ვერ დავასახელებ ამ ადამიანების სახელს და გვარს ადამიანისა თუ ადამიანებისა. უბრალოდ ერთი რამ ცხადია, რომ ბატონი ანიტა არის გაშიფრული აგენტი. ერთი ჩვეულებრივი სამწუხაროდ მასხარად გადაქცეული ადამიანი, რომელიც არის აგენტი და ამ თავისი მასხარაობიდან თუ მასხრობიდან გამომდინარე ცდილობდა რომ რაღაც გულზე ჯიღის ცემით შემოეტანა რაღაც აქტივობის მსგავსი პოლიტიკურ სივრცეში და კიდევ ერთი. მათ შორის გაეჟღერებინა მთავარი დავალების ნაწილი, რომ დამხობა უნდა მოხდეს ხელისუფლებისო. და ჩვენ გვახსოვს ის კამპანია, რომელიც დაიწყეს და მათ შორის მისი ადვოკატიც საუბრობს ახლა, რომ თურმე არსებობს რა ვიცი, ლამაზი დამხობა, ელეგანტური დამხობა. ამბობენ, რომ ეს სulis შინაარს, თავად დამხობის ქმედების. აი თუ კითხო რომ მშვიდობიანი დამხობა, აღარ იგულისხმება ის კონკრეტული მუხლი, რომელსაც ედავება, თქოთ, კონკრეტულად ლევან ხაბეიშვილს უკვე სამართალდამცავი უწყება. რეალობა არის მარტივი, ტყუილი. იმიტომ რომ არსებობს სისხლის სამართლის კოდექსი. წლებია სისხლის სამართლის კოდექსში. უკაცრავად არა უშავს. როდესაც ანიტაზეა საუბარი არ შეიძლება რომ არ დაგახროს. ესე იგი ბატონი ანიტა და მისი თანამზრახველები ამბობენ რომ სისხლის სამართლის კოდექსში არ წერია შავით თეთრზე საჯაროდ მოწოდება დამხობისა არის დანაშაულიო. სადმე ვინმე მანახოს, სად უწერია დამხობას, რომ არსებობს დამხობის ფორმები. ასეთ რამე არ არსებობს. ძალადობრივი და უშუალოდ ან ხო, ეს არის ძალადობრივი, რასაც უწერია, კარგად წაიკითხონ, ეს არის ძალადობრივად რეჟიმის სრულება და შემდეგ გრძელდება, რომ ან დამხობისკენ მოწოდებაო. ანუ ძალადობრივად წყობილების შეცვლა, ან დამხობა. და როდესაც ელემენტარულად იურისტები, როდესაც უწოდებენ საკუთარ თავს იურისტებს, მარტივად განმარტონ, რომ არის ორი კომპონენტი. ერთი არის ძალადობრივი ცვლილება, ხოლო მეორე არის დამხობა. დამხობა ვერანაირად ვერ იქნება არაძალადობრივი, ან მშვიდობიანი, ან რა ვიცი, კეთილდღეობრივი და ასე შემდეგ. ვინმე შეუძლია თქვას, რომ არსებობს მაგალითად მშვიდობიანი მკვლელობა. ხო არ შეიძლება ესეთი რამე, ხო? ან მაგალითად მშვიდობიანი ყაჩაღობა. შეუძლებელია ამ დანაშაულის ჩადენა, ასე მშვიდობიანი. ზუსტად იგივე დამხობის შემთხვევაში, მაგრამ
რაკთან ამ ადამიანებმა უთხრეს და დაავალეს რომ რევოლუციური მცდელობა მაიდანის მოწყობა აქვთ მათ დავალებული. მაგრამ რა ამას ვერ ამბობდნენ და ეხლა შეეცადნენ რომ აი მშვიდობიანს თუ დაამატებენ, მაშინ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა აღარ დაემატება. რა შანსი აქვს ოპოზიციას ამის და რაც მთავარია ეს ლიდერები ახლა არიან ციხეში, მათ შორის ელენე ხოშტარიას ბოლო მაგალითით ცხადყოფს იმას, რომ რაღაცნაირად ისინი გაურბიან თითქოს ამ პასუხისმგებლობას, რომელიც აიღეს 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, რევოლუციასთან მოწყობასთან დაკავშირებით და ახლა უკვე ისინი ციხეში არიან და შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი არგუმენტიც კი ჩამოუყალიბდათ მათ, რომ როგორც ეხიდან როგორ შეძლებდნენ ხელისუფლების შეცვლას. თქვენ რა შთაბეჭდილება გრჩებათ? უკაცრავად. ერთი რამეა რომ აშკარად ბოდიში. კი ბატონო. ერთი რამეა რომ ამ ადამიანებს მოდის კეთით. კი ბატონო. გასაგებია. ჩვენ შეგვიძლია წყალიც მოგაწოდოთ. ჩვენთვის საინტერესო ეს საკითხი იქიდან გამომდინარე, რომ მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად, რა თქმა უნდა, მათი რეიტინგი არის ძალიან დაბალი, არის დამუშავებული სქემები. ეს საზოგადოება სულ ცოტა ხნის წინ მივაწოდეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ახალგაზრდული გაერთიანებები მუშაობენ იმაზე, რომ გარკვეული პროვოკაციები იქნება ეს თუ სხვა ტიპის რაღაცა დამუშავებული, წინასწარ მომზადებული ხერხებით გამოიწვიონ, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივი მღელვარება. გასაგებია, რომ ეს ემუწყებების ვისაც ცნობილია, ვისაც ეხება აღკვეთა ამ პროცესების, მაგრამ რამდენად სერიოზული პრობლემები შეიძლება შეიქმნა საბოლოო ჯამში, არა რაღაც საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერით, მაგრამ თუნდაც აი ძალიან მცირე ჯგუფების მონაწილეობით, და უშუალოდ შეიძლება თუ არა რაიმე სერიოზული სირთულე შექმნა. ქალბატონი ელენე ხოშტარიასთვის რეალურად ეს არის გამოსავალი, რომ გაექცეს თავისი დავალების შესრულებას და თავის პატრონებთან თავი გაიმართლოს, რომ მათ შორის მისი განცხადებაც ეხლა რომ არ გადავიხდი არავითარ გირაოს. მას შეუძლია რომ ეხლა გადაიხადოს გირაოს თანხა და იქნება თავისუფალი. მაგრამ მას არ გავაკეთებდა რატომ? იმიტომ რომ პატრონს ეთქვის შემდეგ რომ რა გავაკეთო, მე ყველაფერი ვცადე, მაგრამ ვიყავი დაკავებული და შესაბამისად არ შემეძლო რომ რევოლუციურ მოქმედებებში ჩართულიყავი სრულფასოვნადო. ეს არის მარტივად გაშიფრადის სცენა, რასაც აკეთებს ქალბატონი ელენე ხოშტარია და რაც გაუკეთებიათ სხვებსაც. ნიკა გვარამიასაც, ნიკა მელიასაც, მათ ხელს აწყობდა ზუსტად რომ ჩაედინათ დანაშაული, პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული და შემდეგ ისინი, როდესაც მათ კანონის სრული სიმკაცრით მოხდებოდა შესაბამისი პროცესების სამართლებრივი განხორციელდებოდა, მე პასუხიც გაიცა თავისი პატრონებისათვის. და თავარი არ არის ამ ადამიანების მოქმედება. არ არის ამ ადამიანების მიერ თითოეული განხორციელებული ნაბიჯი. თავარი არის რომ ესენი მიზანმიმართულად მითიან დავალება ისეთი რომ ჩაიდინონ დანაშაული და მათ შორის აი ჰოლანდიის ელჩის მოქმედება თუნდაც ეხლა. ადამიანი არ თქვას არავინ რომ არ იცოდა ჰოლანდიის ელჩმა რომ ელენე ხოშტარიამ ქართული ოცნების საკუთრება დააზიანა. საარჩევნო ბანერი დააზიანა. შეუძლებელია რომ ეს განმარტება გააკეთოს. და ამ დანაშაულის ჩადენის შემდეგ მას ხვდება თან კონსპირაციულად რა არის ეს თუ არა დანაშაულის ჩადენის მოწონება და ამავდროულად წახალებს ებავს. ჩვენ ხედავთ რომ სამწუხაროდ ელჩებს ელჩობა აღარ აცხიათ, ხედავთ რომ ჩვენს ქვეყანაში ოპოზიცია უბრალოდ აღარ არსებობს, არსებობენ რადიკალური ძალები, არსებობენ ფაშისტური, ნაცისტური განცხადებით გამორჩეული ადამიანები და სამწუხაროდ ზოგიერთი რომელიცაც გონება იმდენად აქვს დაბინდული რომ მათ არ შეუძლიათ გაარჩიონ ელემენტარულად თეთრი შავისგან და ელენე ხოშტარია გონიათ რუსეთთან მებრძოლი ადამიანი. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. არჩილ გორდულაძე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე იყო ჩვენი სტუმარი. მადლობა მას.